არ მინდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრო. ყველამ ვიცით და მედიაშიც კარგად ჩანს, რომ ვითარება უკიდურესად რთულია ყველა დემოკრატიული უფლების, თავისუფლებებისა და ადამიანების მდგომარეობის თვალსაზრისით. მე დღეს აქ იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან და სიმბოლურად მინდა ვახსენო მზია ამაღლობელი ჟურნალისტი ქალი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ არის პატიმრობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული გამარჯვება იყო რუსეთზე. მშვიდობიანი. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას, ამერიკა რეგიონში სრულფასოვანი აქტორი გახდა, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა. დღეს პირველად 3 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და ამავდროულად სულ უფრო თანხმედრაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად. ქართული ოცნება სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. ქართული ოცნების საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინა. საჯარო თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის და მეთანხმება. ამერიკულ პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების მოსკოვის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. პარალელურად ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს უპირველეს ყოვლისა რუსეთთან. იმეორებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას.